ადამიანებმა უნდა იშრომონ და იცხოვრონ ისე, რომ რაც შეიძლება მეტი სითბო და სიკეთე, კეთილი კვალი და ნაყოფი დარჩეს, როცა ისინი ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანას გადაბარგდებიან. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ასე მიმაჩნია და ასე ვაკეთებ. კითხველები, რომლებიც ყველაზე წარმატებულნი იქნებიან და ყველაზე მეტ დროს დაყოფენ აქ, ისინი დავასაჩუქროთ წლის საუკეთესო კითხველის კონკურსში გამარჯვებული შესაბამისი რაღაც ახალისებით აღნიშნოთ მისი წარმატება და წარმოვაჩინოთ ისინი სხვა ბავშვებს შორის. დიაგნოზი სწორი ნაწლავის მაღალ დიფერენცირებული ადენოკარცინომა. ეს ნიშნავს სიმსივნეს, კიბოს. სწორი ნაწლავის იმ პოლიპის, რომელიც ბიოპსიაც ჩვენ გავაკეთეთ. სიყვარული ზრუნვა და სიყვარული ბედნიერება. ეს აზრი რამოდენიმე ხნის უკან ჩემში დაიბადა, როდესაც წიგნზე სხვადყოფნის ნიჭი სიყვარულის სხვადასხვა ფორმით მოვლასა და ზრუნვაზე ერთის მხრივ მუშაობდი, მეორეს მხრივ ცხოვრობდი და ვცხოვრობ ამ ემოციით. ანასტასი, რას გვეთქვი? ეს ამბავი ერთ დიდ გალაქტიკაში ხდება. ბედნიერება მხოლოდ გაზიარებით იბადება. ჩვენ სიყვარულისთვის ვართ დაბადებულები პლანეტაზე, რომელსაც დედამიწა ჰქვია. აი ახლა ჩვენ ცვლით საყვარელს, იმიტომ რომ პოზიტიურად ვაზრობთ, იმიტომ რომ ბედნიერებაზე სიხარულზე ვლაპარაკობთ. როდესაც ვინმე გაძლევს ზრუნვის საშუალებას, მაშინ შეიძლება ეს ურთიერთობა სითბოდ, სიყვარულად და სიამოვნებად, ბედნიერებად გაგრძელდეს. ზრუნვა და სიყვარული. ზრუნვა რომ სიყვარულია და სიყვარული და ზრუნვა რომ ბედნიერს ქმნის, ჩემი დარჩენილი ცხოვრების მთავარ მიზნად, ანუ იქ დავისახე უკეთესი გავხადო სამყარო ჩემთვის პირველ რიგში და მე ჩემს გარშემო სანამდესაც ხელი მივიწვდება ჩემი პროფესიული, საექიმო თუ სხვა აქტივობებით. ძალზედ მნიშვნელოვანია self-respect is happiness, საკუთარი თავის პატივისცემა, ასეთი ნაშრომიც მაქვს, არის ბედნიერება, საკუთარ თავზე ზრუნვა, ასევე არის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. ზრუნვა და სიყვარული, ჩემი აზრით, ბადებს ბედნიერებას. მიყვარს სამყარო უპირობოდ, ისეთი როგორიც არის, თავისი სირთულეებით, თავისი საოცარი სიკეთითა თუ სხვა ტიპის გამოწვევებით, პრობლემებს რომ ეძახიან. ეს ბედნიერების საელჩოა. ბედნიერების და მშვიდობის საელჩო აიაჯესის სკოლაში ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი აი აქ ბავშვებთან და მასწავლებლებთან აღსრულებაშია. ეს კი ჩემი სიცოცხლის სიმფონიაა, რომელიც ყოველდღიურად ხვდებათ ბავშვებს შემოსასვლელში. ეს ჩვენი ბედნიერების საელჩოს ზრუნვის, მეგობრობის, სიყვარულის და ერთმანეთის ურთიერთპატივისცემის დიდი ტერასაა. ხედავთ, სიყვარულის ხიდი იქეთ მეგობრობის ღია სივრცე და ეს ყველაფერი გადმოდის უკვე ზრუნვაში, ბედნიერებაში, ერთმანეთის დამეგობრებასა და სიყვარულში. ამიტომ ემპათიაში ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ თანაგრძნობაში. და მთავრდება სიყვარულის გალაქტიკით და ოჯახით. ოჯახი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის რეალურ ცხოვრებაში. და ჩვენი კონსული ბედნიერების და მშვიდობის საელჩოში, რომელიც პედაგოგია ბავშვების და ბედნიერების დირექტორი ქალბატონი რუსუდანი, რომელიც ამჟამად სხვა საკითხებით არის დაკავებული. აი ეს ყველაფერი ბავშვებისათვის დღისით, მზისით
ყოველდღიურად სიყვარულის და ბედნიერების მომნიჭებელი. ესია? მოსწონთ? ბედნიერების galaktika, სიყვარულის ემოცია, სიხარულის შესაბამისი სკულპტურა ემოციისა, მიზნის მიღწევა, მეგობრობა, მასწავლებლებს ანუ პედაგოგებს მადლიერება, რექტორთა ხეივნის იდეა და მისი სრული, ასე ვთქვათ, კონცეფცია ნახაზები. ეს არის ზრუნვა ახალგაზრდა და მომავალთაობაზე. ეს არის ზრუნვა და სიყვარული. როცა სიყვარულის galaktikაზე საუბრები, როცა საუბრები რომ ზრუნვა სიყვარულია, სიყვარული და ზრუნვა ბედნიერება. Hello America. Salami America. 1994 წელი, როდესაც ჩემს ქვეყანაში საქართველოში პრაქტიკულად შავ-თეთრი აფერები მხოლოდ შუქიც კი ძალიან იშვიათად არის. მე ამერიკელებმა მომიწვიეს სამუშაოდ, მე და ჩემი ერთი კოლეგა და პირველი ჩემი ნაბიჯი იყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ტრეინინგი და შემდეგ უკვე ნიუ-იორკი მანჰეტენზე მედისონ ავენიუში 79 ნომერში ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს და რამოდენიმე წელი ამერიკის სამედიცინო ორგანიზაციას როგორც ქირურგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი წარმოვადგენდი სოფლიოს 8 სხვადასხვა ქვეყანაში 27 კლინიკაში მომიწია მუშაობა ახალგაზრდა კაცის იმ პერიოდში ცენტრალური აზიის, ყოფილი კავშირის და ეს ჩემთვის იყო საუკეთესო ფანჯარა შესაძლებლობისა და მე ეს ფანჯარა სრულად გავიხსენე. მეორე ჩემი შეხვედრა ამერიკასთან ეს უკვე 2014 წელია, როდესაც უკვე კიბოგადატანილმა ფილადელფიაში ასტრონავტიკის ცენტრში გავიარე ტრეინინგი და გავხდი პირველი საქართველოში ოფიციალურად სერტიფიცირებული მომავლის ასტრონავტი. ეს ჩემი სხვა galaktikis, სხვა ცხოვრების გახსნა იყო. აჰა, ხარიც ამოვარდა და ნახე ჰაერში წაიღო ეს ყველაფერი. ეს ჩემი დიდი სიამოვნება და საკუთარი თავის საუკეთესო საჩუქარი იყო. 2016 წელი ამის შემდეგ უკვე ნიუ-იორკი, მანჰეტენი 29 დეკემბერს impossible is nothing. შეუძლებელი არაფერია. ჩემი საკუთარი საღამო მანჰეტენზე, ტრაიბეკაში, ჩემი ნახატების გამოფენა ვიზუალური ფერწერული არტის და ეს იყო მეორე გამოფენა მილანის შემდეგ, მილანში 18 დეკემბერს, 29 დეკემბერს ამერიკაში. ეს იყო ჩემი სტარტი. საკუთარი ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით და ეს კიბოგადატანილის ისტორია უკვე ამერიკაში იყო. და ასევე საკუთარი საღამოს მოსაზრებები 40-ზე მეტ ჩემს თანამოაზრე დამსწრეს. შემდეგი ჩემი შეხვედრა ამერიკასთან აი ახლა ამ ზაფხულს 2021 წლის ზაფხულს როგორც ბედნიერების galaktikis შემქმნელის ავტორის და ჩემივე ხელით მისი შემქმნელის როგორც ბედნიერების ელჩის ევროპაში 2018 წელს მიუნხენში ოფიციალურად მიწოდეს ბედნიერების ელჩი მაგ დროისთვის და მას შემდეგ საქართველოში უკვე ბედნიერების galaktika, ბედნიერების განდაკება, თავისუფალი მოქალაქის მონუმენტი, ზოგი მათგანი ჩემს მეგობარ ცნობილ სკულპტორ ლევან მარდოსანიძესთან ერთად, ხოლო ბედნიერების galaktika უკვე მსოფლიოს რამოდენიმე ლოკაციაზე ჩემი საკუთარი ხელით, საკუთარი კრეატივით, საკუთარი ინტელექტუალური ცხოვრების ტალღა. აი ასე დავდგი ქართულ
ქართველთა კულტურულ ცენტრში ბრუკლინში ბედნიერების გალაქტიკა. მისი მთავარი მოტივია არ გაჩერდე, ცხოვრება არ დაგიცდის. აი ეს ჩემი ემოციური ინტელექტი, ჩემი ემოციური ინტელექტის მართვა. ცხოვრება ემოციაა. ემოცია სიცოცხლის ხარისხის და მისი ხალისის თავარი ძარღვია. ემოციის მართვა და ემოციებში გარკვევა ადამიანური ყოფის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი და სასურველი ხელოვნებაა, ვიტყოდი ასე. Good morning. How are you? I'm Brianna. Arsene. Arsene, nice to meet you. Tyler. Hi, Tyler. Nice to meet you. Wonderful. Super. Welcome to Nasser Thank Center. you. Thank you. Thank you. Go on. Tyler. Oh, right here. Right here. Indescribable. მეშერძელი. Super. Great job. Might as well just keep going with Arsene. You have completed the entire Nasser training course. It's my privilege and honor to present this to you. შენც უნდა გააკეთო. ცხებაც უნდა გააკეთო. ცხოვრებაში მიზანს უნდა მიაღწიო, დაისახონ და გააკეთო. მაგარი კაცი. როდესაც 60 წლის ვხდებოდი, მე კიბო გადატანილი შექმენი ფონდი, რომელსაც ქვია სიყვარული ზრუნვა. და ამ ფონდს ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ერთი ნაწილი ჩემი ქონების ანდერძის მიხედვით ჩემს ერთ შვილს, ისეთივე თანაბარი ნაწილი ჩემს მეორე შვილს, ხოლო მესამე როგორც კარგი გემრიელი ტორტის გნებავთ კექსის ნაჭერი ფონდს სიყვარული ზრუნვა და სიყვარული კი ბედნიერება. სიყვარული ზრუნვა და სიყვარული ბედნიერება. როცა მიყვარს და მაქვს ზრუნვის საშუალება, ბედნიერი ვარ. მეც და ისეც ვიზეთ ზრუნავენ. მზის სხივები ხომ მოდის ერთი რაღაცა მზის გამარა მერე მთელ დედამიწას გვანათებს და რამდენ ადამიანს ათბობს. და ისე შეიძლება გავაიგივოთ, რომ ჩვენი ზრუნვა და სიყვარული რამდენ ადამიანს აბედნიერებს. ვისაც დავიწყეთ ან ვიზეც ვზრუნავთ. და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ სიყვარული შობს ზრუნვას და პირიქით ზრუნვა შობს სიყვარულს. პატარა ზრუნვა შენში აღძრავს იმ სიყვარულს, იმ ემოციებს, რაც გაბედნიერებს და მასაც აბედნიერებს, რადგან შენ ხედავს მომღიმარს და არა გაბრაზებულს და ნაწყენს. მე თუ ადამიანი მიყვარს შესაბამისად მასზე ვსრულავ და ანუ მადარდებს ის და მას ყველანაირად ვეხმარებით ჩემი რესურსებით, ესე ვქნა ემოციურად დახმარება, ფიზიკურად დახმარება. პირადად მე ზრუნვა ჩემმა ძაღლმა დავანახა და ეგ ემოცია, რასაც ის გამოხატავს ჩემს და ყველა ოჯახის წევრის მიმართ, ძალიან ბევრს ნიშნავს და мотивაციას გაძლევს, რომ შენს დაუბრუნო ეს სიყვარული, თუნდაც მას და სხვასაც. მე თუ არ ვიზრუნე ჩემს გარშემო ყველაზე, ეს ჩემი მოთხოვნილებაა. ვფიქრობ, რომ ბედნიერება გიყვარდეს და უყვარდე.